ჩვენი ფაიფურის ლიმოჟის გამოფენა წარმატებული აღმოჩნდა. სუსანა პარიზი დავარქვით ჩვენს გამოფენას. გარდა იმისა, რომ ასეთი ლამაზი, განსაკუთრებული, ფრანგული, ძველი ფაიფურის სერვიზები გვაქვს, ნაკრებები გამოფენილი და გამოშრიალებული, ამ სერვიზების გარდა როგორმა რომ დაახარისხეს, დააწყვეს 6 კაცზე, 12 კაცზე აღწერები გავაკეთეთ, უკვე იმის გარდა ძალიან ბევრი დაგვჭა ცალ-ცალი თებშები. რაც არანაკლებ მოსწონთ ახლა სუფრების გასაჭრელად. მეგონი ცოტა მოდა შემოვიტანეთ, მაია. კი, დღეს იყო ზუსტად ეგ მოთხოვნა, რომ აი თქვენი აწყობილი სუფრის ანალოგი გვინდა და ცალ-ცალი თებშები წაიღეს. ნახე რა სილამაზეა ცალ-ცალი. და ესენი არის მორჩენილი თებშები, რომელსაც ცალკე ვყიდით. ეს ნახე რა. ყველას არა აქვს საშუალება ასეთი ნაკრებები იყიდოს, როგორი ჭურჭელია კი ხედავთ, რამდენი თან. ეს დაუჯერებელი ამბავია, მაია. ნამდვილად. ეს სულ ხელით მოხატული ჭურჭელია, ნახე რა სილამაზეა. მე-19 საუკუნეა, მაია? მე-19 საუკუნე 20-იან წლებამდე არის, 1920-იან წლებამდეა ძირითადი ამათი დამყები. მე-19-ის ბოლო და ცოტა აქეთა პერიოდი. ვისაც ამ ტიპის ჭურჭელი მოსწონს, უკეთესი რა უნდა ნახოს, ნახე რა სილამაზე. არის ზოგს, ნახეთ, გემოვნებაზე ხო იცი არ დაობენ, ბევრს უყვარს მოოქროვება, ზოგს საერთოდ არ უნდა ოქრო და ამ სისადავეს არჩევს, ასე რომ არჩევანი არის. ნაირები გვაქვს. 187 სერვიზი გვაქვს. 187 დღეისთვის. ბევრი უკვე წაიღეს, რა თქმა უნდა. და სერვიზების გარდა ეს ცალ-ცალი თებშები ხომ ცალკე ათასობით. გამოვიდა. რაღაცა ეს სუსანად ისეთი ამბავი გამოვიდა, რომ ტერს გულს რომ უხეთქავს და მოყვარეს, რომ ძალიან ახარებს. და რელიეფურები, ნახე როგორი ბაფთები აქვს, მაგრამ შეხება. იცი რამდენ მაშინაურმა ვერ აიტანა ეს ამბავი, მაია? დღეს უთხარი რატომ ხარ ასე სულ ხასიათზე მეთქი ერჩემს ძალიან ახლობელს რომ მეგონა რომ ახლობელია. რა მითხრა იცი? მეც რომ მყავდეს სუსანა და მაყრიდეს ასე სერვიზებს მეც კაი ხასიათზე ვიქნებოდი. წარმოგიდგენია? კი, წარმომედგენ. მე ვერ წარმომედგინა. კი გავბრაზდი, მაგრამ მე დავლიე ცივი წყალი და გული გევინგრილე. ნახე რა სილამაზე. ეს ხო პიონები. ეგ არის კაბიოზები. შენ ბოტანიკაში რა ნიშანი ყავდა? რათერ ვერ დაიმახსოვრე? იცი რა არის? კი ვიმახსოვრებ, მაგრამ ჩემი თვალი ამას აღიქოს პიონება და რა გამარჯვება. შენთვის პიონი იყოს, ჩემ და ეს კამებია. კამები დაარქვა. კაი ბატონო. კამები დაარქვა, მაგრამ ბაბუაწვერასაც ხედავ ეხლა ამაში, ისე არა საქმე. ეს რა ვიცი, ამაში მგონი, ამაში ერთი აზრზე ვართ იებია. იებია. ეს ღიღილოებია. ეს ღიღილო. ამას დავარქი საკურას ყვავილები. ხო. ეს ჰავილენდია. კი ბატონო. ჰავილენდი რა არის? უთხარი შენ მაყურებელს. ჰავილენდი არის გვარი არის მეწარმის. თეოდორ ჰავილენდი იყო ესეთი ამერიკელი მეწარმე. რომ მოკრუჭუნებულია შეხება. ლიმოში ამზადებდა ამერიკული ბაზრისთვის და გადიოდა ამერიკაში. იყო დროს სახითაო თებს შეძებდით მაგისას თითო, ოღონდაც ერთი ქონოდა კოლექციაში. ეხლა სიმცირე ნამდვილად. ისე ცოტა ტრაგიკულიცა ეს ამბავი. რომ ასეთი საფერებელი, საფოფინებელი ფრანგული ამბავი უცებ გახდა აგერ აწყვია ბახში გასაყიდად. წარმოიდგინე საქართველოში. დიდი ამბავია. ძალიან. ასე რომ ტრებო კიდე უფრო გასიბდით და მოკეთებო კიდე უფრო გაიხარეთ. ასე მითხრა ქალმა. კი, ჯერა. ამ ვიდეოს დავარქვათ ეს სათაური. შენსავით რომ მაყრიდეს სუსანა მეც სერვიზებს, მეც კაი ხასიათზე ვიქნებოდიო. ასე უთხარი. რა სიტყვა უთხარი, თქვენ წარმოიდგინეთ დანარჩენი. ჩვენ მაგას რას ვეძახით, ვერ დაგიტია. ვერ დამიტია. ვერ დამიტია და იყოს რა ვქნა. ბევრმა ვერ დაგიტია. ვერ დამიტია, არა უჩვენს. თქვენ ხო ძველი თაობის მშრალი ხიდელები ხართ? კი ბატონო. კი, ესე გამოდის. რამდენი ხანია კახა? მე 15 წელია. მე 25. მე და მისი მეუღლე 25 წელი ერთად მოვიდა. რა გამოიცვალა? რა ხდება ახლა? ახალი რა არის? ვაჭრობა ცუდად არის. რატო? რა თქმა უნდა, იმ დროსთან შედარებით. მართლა? კი. რატო? შეიძლება ითქვას, რომ მაშინ უფრო კარგი ნივთები იყო. არა, ნივთებილია, ეხლაც როცაა კარგი, იმის კლიენტი ყოველთვის არის. ახლა მე მგონი უფრო შოვნაყირს, ჭირს ვიდრე გაყიდვა რა. რა თქმა უნდა, ხო. იმას რასაც 20 ლარად ყიდულობთ, ახლა 200 ღირს და კი, იმიტომ რომ აღარ არის. ჩამოვაქვთ ევროპული ნივთები, მაგრამ კარგია, ცუდი არ არის, მაგრამ მაინც არ შეიძლება იმ ქონებას, რაც ქონებას საქართველოში იყო და აქედან წავიდა. რაც აქედან წავიდა, ისეთი ევროპიდან ნამდვილად არ შემოდის. არა.
არა რა ცუდიც არ არის, ვერ ვიტყვით რომ ცუდია. მაგრამ უფრო ცუდი არ არის, თანამედროვეა. მაგრამ უფრო თანამედროვეა, კი. ის ძველი და ნამდვილი კახიგულია. კი, გასული. აი ესენი ახლა კი გასული, არის ხა. ვერცხლები, მაგრამ სულ ევროპულებია. ხო. ადამიანები შეიცვალნენ, აი ამ 20 წლის 25 წლის მანძილზე. ყიდველი სხვანაირია? რა თქმა უნდა. კი, ინტერესი დაბალია უფრო ყიდვის, კი. ხშირად ვარ თქვენთან და მგონია რომ რას ყიდულობს ბევრმა არ იცის. ეგაც ეგაც მართალია. კი. ცოდნი აღარა, აი ცოდნი აღარა. ეგაც კი, მართალია. კი. მაგის თმაც მინდოდა, ეგაც მართალია. მე ბევრჯერ არა, მითქვია ბევრი. რომ დამღაც ნახეთ მეთქი და არ გვაინტერესებსო, ისე აი, მოგწონს და მოწონსდაციო. მაგიტომ ყიდულობთ, ხო? ეხლა რა მოგინდებათ რომ გქონდეთ და არ გაქვთ? რა ნივთები მოგინდებოდათ რომ გელადოთ? მეფის რუსეთის დროინდელი სადაა ნივთები. მეფის დროიდის? ნუ მაქვს მაგალითად აი საფულე, კამრები, არის, მაგ არის, პერიოდის შემორჩენილი არის, რაღაც მაგრამ რა რაღაცები, თქმა უნდა, ხო. იშვიათობა. იქ ის ძალიან რაოდენობა ლამაზი აღარ ბალთა, არის. ბალთა, ისევადიანი ბალთა. ხო, ის ბალთაც, კი. ის დაღესტანი ალბათ, არა? კი, დაღესტანია ეგ. ძალიან ლამაზია ის. აი ძველი რუსულები, კუზნეცოვები რო იყო, გარდნერები, აღარა. კარნილოები. არა, ძალიან შეიძლება წელი იშვიათი გავიდეს და არის, ვერ კი. ნახოთ. კი. არა და ეგ ყველას უნდა. ბევრია? თქვენთან ბევრი, არ უყურებ, არ უყურებ. როგორ არ უყურებ? არ იცი რამდენი შენგან მარტო რამდენი კუზნეცოვი მარტო. ეგ ადრე, აბა რას გეუბნებ? აბა რას გეუბნებ? ძველად რო ნივთები იყო, აი 20 წლის წინ, იცი რა მახსოვს ზურაგიდე? რა? აი ძალიან ძველი სურათი რო იყიდეთ ყვავილები. მაქვს, მაღალი მაქვს, გაქვს. კი. ერთი ვერ მოვედი რა. მოდი, ძალიან გიორგინებიანი ლამაზი. ხო, ხო. კი, მახსოვს. ძველი ძალიან ლამაზი, აი ჩარჩოში, შავ ჩარჩოში. შავ ჩარჩოში. მიგიდია კაფეში მიგიდია. კაფეში გიგეთი, აი პირდაპირ იმ კაფეში. წავიდეთ ლია. პირდაპირ იმ კაფეში გესწრებ. დაპატიჟებული ხარ, მოდი. კი ბატონო, მოვალ აუცილებლად. გურისაც მოусმენთ? კი და ბატონო. კარგოს გავატარეთ. კი ბატონო, კი ბატონო. აკრო დაიღლებით, მოდით. ხო, მაიკოც დაგხვდება იქ ჩვენი გოგო. მაიკო ხშირის სტუმარია, დილასაც გოგო იყო. მაიკო. დღესაც იყო? კი, კი, იყო. იმას არ შევდია რომ არ გამონიავდეს. შეიძლება უნდა რაღაცები. დაათვალიეროს აუცილებლად, რომ რამე მე ვერ სიახლოვე. ვახერხებდა ის მაინც მოვიდეს. კი ბატონო, კი, კი. ძალიან უსაყვარლესი გოგო და ძალიან თბილი და კარგი. ყველას გოგო. უყვარს. კი, კი, ყველას უყვარს. ვინმე არ მგონია რომ მაიკო არ უყვარდეს ვინმეს. რა კამარია. ბავშვი არ დამჩეს. ბავშვი არ დაგჭეს ბაღში შენ. ბავშვია. ასეთი წელი ვის ქონდა მისი წვრილი? სხვათა შორის ირგებენ. მართლა? გოგოები, კი. კი?